ზუსტად ძმაო, სწორად მოიქეცი. არ მჯერა რა. აქ ერთადერთი გონიერი ადამიანი ისე მე ვარ. ამას ნუ მიკეთებთ, გთხოვთ. ამაზე უარი ვთქვა? ნუ სულელო ფეკო. სისულელებს ნუ იძახი, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. ზავალ და ბოდის მოვიხდი, ცოტა ხანი ტახტზეც დავიძინებ. ნუ სულელო. ასე არ შეიძლება. არ გვიღალატო იცოდე. მუსა შენ რა? ერთი წუთით მეგობრებო? ერთი წუთით. ამ საქმეში ერთად უნდა ვიყოთ. ერთად არჩეულ გზას არ გადაუხვევთ. როგორ იძახიან? ერთი თუ დანებდება, ყველა წავაგებთ. და ასე ნუ მოექცევით. ნახეთ რომ თქვი როგორ შეეშინდათ. ნამდვილად ძმაო, ხო მიხდნენ ზედმეტი მოუვიდათ. მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. ხო, უნდა მოვიცადოთ. აი ასე. სახლში არ მოვალთო. სახლში არ აპირებენ მოსვლას, თუ არ გინდა არ მოხვიდე, შენი გადასაწყვეტია. მოვლენ, საწავლენ, საღამოს უკან მოცუნცულდებიან. იცი რას გეტყვით? დაინახე ეკოს რა სახე ჰქონდა, როცა ოზანმა ის თქვა, პირველი ეგ დანებდება. დანარჩენები კი მას მოუყვებიან კუჩში. მამა თქვენი დაინახეთ, ისე წავიდა თითქოს სახლში საღამოს აღარ დაბრუნდებოდა. თითქოს არ ვიცნობდე. შვილო, ფანქარი გამომართვი. გაფერადება გავაგრძელოთ. ნახე, ხილი უკვე გააფერადე. ხის ფესვებიც. დედიკო, პარტნიორი სად არის? შვილო, რომ ვიცოდე სადაა? დიდი ხნის წინ უნდა მოსულიყო, მაგრამ დაურეკავ. რას ვაკეთებ? რა თქმა უნდა არ დავურეკავ. ატლას შვილო, ძალიან გვიანია. ძილის დროა, წამოდი. ახლა დასაძინებლად წავალთ, იმიტომ რომ ხვალ ადრე უნდა ავდგეთ. ფანქრებს შევინახავ და ხვალ გავაგზავნებთ, კარგი? წავედით შემო ერთად ერთო. დავიდით. რა მოხდა დედიკო? შვილო. კარგად ვარ, კარგად. უცებ ავდექი, ამიტომაც დავბრუნდა მეხვა. კარგად ვარ, ნუ გეშინია. დავიდე. ზეინო, მუსა მოვიდა? არა, არ მოსულა. არც კი დაურეკავს. ეკო მოვიდა? არა, არ მოსულა. ორი წამით, ეს რასაც დავურეკავ. გესმენ ზეინო, ეს რა ელიფიც ხაზდეა, ოზანი მოვიდა? არა, არ მოსულა, და თქვენები მოვიდნენ? არა, გოგოებო, მე მგონით სულ დღეში ვართ. მამა იელჩინიც არ ჩანს. სავარაუდოდ მალე მოვლენ. რა თქმა უნდა, აუცილებლად. მარჩევანი აქვთ. აუცილებლად მოვლენ. იქნებ უკვე გზაში არიან. გოგოებო, იმედია სიჯულტით არაფერი გავაფუჭეთ. იმედია. İnşallah. ძმაო, სად იყავი? საქმეები მქონდა. და თქვენ რას აკეთებთ? ჩვენ რა? ყველაფერი ყელში ამოგვივიდა. ძალიან მომწყინდა რა. ცოლთან მივდივარ. არა, მოიცადე, სად მიდიხარ? ელიფი ჩემი და ძმაო, ეს ყველას გვეხება. მართალი ხარ, მართალი. გავგიჟდები მეგობრებო, გავგიჟდები. შეხედეთ რა დღეში ვართ. არა და უბრალოდ მაჩის ყურება გვინდოდა. მამა 2 საათია ტელევიზორს უყურებს. ის ყავის ჭიქით ზის. ასეთი რამ სიზმარშიც არ მომელანდებოდა. ეკო, თუ უკმაყოფილო ხარ? არა, სად მიდიხარ? თუ უკმაყოფილო ხარ, მაინც აქ უნდა დარჩე, გესმის? აქ ამდენი კაცი ვარ და მხოლოდ შენ ხარ უკმაყოფილო. ზუსტად ასეა. არ დაგავიწყდეს. თუ ერთი ციხე დაინგრევა, დანარჩენებისგანაც გურდებიან. სწორია, ხო. კარგი არ წავა. არა. შესანიშნავია. წავა. საინტერესოა მენექშემ კაფე როგორ დაგედა. ამაზე მეფიქრება. უყურე?
იცი რას გეტყვით ბავშვებო? ჩემი აზრით, მენექშე ცოტა მართალიც არის. სორია, სორი. მამა, ასე თუ შევხედავთ მაშინ, ეს რაც არაა ბოლომდე მტყუანი. და ვახშამზე მართლა ცუდად გამოვიდა. ხო, ულამაზად. ეკო წარმოიდგინე, მენექშეს რა გემრიელი საჭმელი ექნება. მამა, მაგრამ ეს რა საჭმელი? შეხედეთ რა დღეში ვართ. პიცას ვჭამთ. და გავბედე და ვუთხარი რომ საჭმელს მარილი აკლდა. გესმით, მარილი. ვუთხარი რომ გემრიელი არ იყო. მამა, მეგობრებო, ჩვენ სწოლებთან წავიდეთ რა. გავიქცეთ. მერე რა მოხდა? სოფლიოში უამრავი ცოლის მონა. მე სრულიად არ ვარ წინააღმდეგი. მთელი დარჩენილი ცხოვრება ცოლის მონა ვიყო. თანახმავარ. მე ადრე ცოლის მონა ვიყავი. ხო, ვიცოდით. რა ხდება? ეს რა ხდება? რა არის მეგობრებო? რას აკეთებთ? ბიძია იელჩინ შენ არ გიყვირი. რა ჯანდაბა ხდება? მაჩის საყურებლად იძულებულები გავხდით, ტყუილი გვეთქვა. ეს ნამდვილი ტრაგედია. მართალი. იძულებულები ვიყავით, ტყუილი გვეთქვა. დანაშაულის ჩადენისკენ გვიბიძგეს. მოვიტყუეთ, მაგრამ ასე რატომ მოვიქეცით? განადგურებული ვარ. ხო, გული გვეფლითებოდა. როცა ვიტყუებოდით და საერთოდაც ტექნიკურად მე ტყუილი არ მთქვამს. რომანტიული საღამო ხომ იყო, რომ ესაც შევბერდი იყო, ესე იგი ტყუილი არ მთქვამს. კაფეში კარტოფილს ხომ ვთვლი? ბადრიჯანს არ ვთვლი? ამას რატომ ვერავინ ხედავს? ზუსტად. და ახლა რას უნდა ვაკეთებდე? ანკესით უნდა ვიჯდე და ვთევზაობდე. ზუსტად. ეს ადამიანი კარტოფილს თლის. ზუსტად, ასია. ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ მოვიგებთ. თუ ერთი დამარცხდება, ყველანი დავმარცხდებით. ხო? ახლავე მოვალ. დაჯექით. გისმენთ ბატონო ჰელმინ. საღამო მშვიდობის ოზან. სალიმს ელაპარაკე? დიახ, კომპანიაში მოვიდა, გავიცანი. და უბრალოდ შეტრიალდი და წახვედი. ოზაშვილო, ასეთ ადამიანებთან ასე მოქცევა შეიძლება. უკვე გაგაფრთხილე. გინდა მტერი გაიჩინო? ბატონო ჰელმინ, ჩემს კომპანიაში მოვიდა, დამიძახა და მეც ჩავედი. შემდეგ კი შეფარულად, მაგრამ მე მუქრებოდა. და მე გავჩუმდი. ვფიქრობ საკმაო მოთმინება გამოვიჩინე, ვუთხარი რომ კომპანიის გაყიდვა არ მინდა. კარგი, მესმის, მაგრამ შეხვედრა მაინც მოგეწყოთ. მისთვის ამის რბილად ახსნა გეცადა მაინც. გითხარი რომ ამ ადამიანს უბედურება მოაქვს. ბატონო ელმინ, ეს ადამიანი კეთილსიტყვას ვერ გაიგებს. ჩემი კომპანია არ იყიდება. ამას რაც უფრო ადრე გაითავისებს, მით უკეთესი. მართალი ხარ. უბრალოდ არ მინდა რამე შეგემთხვას. ვიცი ბატონო ჰელმინ, მესმის, დიდი მადლობა ამისთვის. მაგრამ არ ამგონია რამე პრობლემა შეიქმნას. მე აქ ვარ. შეუძლია მაშინ მოვიდეს, როცა გაუხარდება. და შევხვდებით ერთმანეთს. გუშინ საღამოს სახლში არ მოსულან. პინარისგან გავიგე რომ ოფისის ზემოთ რომ ლიფტია, იქ იყვნენ. ამას უყურე. ანუ ჯიუტობენ? კარგი, ორ მაგათ ვუპასუხებთ. ზეინო სისულელებს ნულაპარაკობს, სახლში არ მოვიდნენ. ადექით. დასასვენებლად მივდივართ. სად მივდივართ? ხომ ვიცახდით რომ ერთად გვინდოდა დაგვესვენა. დეტოქს ბანაკში გვინდოდა წასვლა და ვერ მოვახერხეთ. წამოდით. კარგი, მე თანახმავარ. არ შეიძლება, ატლას რა ვუყო? შვილო, ატლას მე მივხედავ. წადით. ეს რა, უარს არ მივიღებ. დაინახონ როგორია, როცა ჩვენ სახლში არ ვართ. არ ვიცი ბავშვის დატოვება. ეს რა, წამოდი. კარგი, წავედით დავისვენოთ. კარგად გავერთობით. ოჩახ, ბრავო. სადა? დაკეტილია? რატომ? საკუთარ უბანში ფარგალი ვერ უნდა იყიდო? ეს როდის დაბრუნდა? შენ. ზუმრუთ, რა არის? ნაზიმთან მოხვედი?
არა, საიდან მოიტანე? ნაზიმთან რა დამრჩენია? მე ფარგალის ყიდვა მინდოდა. სახლში ფარგალი არ მაქვს. მაშინ კარგი. ანუ არ უნდა გითხრა როგორ დავინახე, სად მიდიოდა. მითხარი. მითხარი ულაშა. სად მიდიოდა? მისთან ერთად ყველაფერი. ხმა მოიღე ულაშა. ნარიმანთან ერთად შენობის შეღებვას აპირებდა, რომელშიც ბიბლიოთეკა იქნება. ანუ საღებავი საყიდლადაა წასული. ნარიმანთან? გაიწია. ბიბლიოთეკას ნულიდან შევქმნი დღებვა და ასე შემდეგ. კარგი იქნება. ვინ იცის ამ დროის განმავლობაში რა მოხდება? ნეტა. რატომ მოხვედი? შენთვის დრო არ მაქვს. მას გავუსწორებ და შემდეგ მივდივარ. მიდი ნარიმან, შენი ბოლო ვარცხნილობა იქნება. რას აკეთებ ზუმრუდ? ზუმრუდ? რას აკეთებ? დღეს აქედან ვერ გამოხვალ. მიდი ადამიანს თმა დავარცხნე. გააღე. ვერ ხედავ? ქალი გელოდება. ფეხს მოგდეხ ზუმრუდ. კარი გააღე. ჩაგუკეტა და წავიდა. რატომ? ვიცი რაც უნდა, ვიცი, მაგრამ ის საქმე უკვე წარსულშია. და ჩვენ რა უნდა ვქნათ? ხელოსანს გამოვიძახებ და გააღებს. სადაა ნომერი? ხელებს ვეღარ გრძნობ. მოვედი. გალბატონო ზუმრუდ, აქ რას აკეთებთ? ნარიმანმა გამომგზავნა, მოსვლას აპირებდა, მაგრამ საქმეები გამოუჩნდა და მე გამომგზავნა. მითხრა, გთხოვ ზუმრუდ, ჩემ მაგიარ წადი. ძალიან ბევრი მომხმარებელი გამოუჩნდა. საქორწილო ვარცხნილობა იყო გასაკეთებელი, რომ იცოდეთ რამდენი ხალხი მივიდა. ამიტომაც მოვედი და არა იმიტომ, რომ ასე მინდოდა. და თვითონაც ცოტა გაუწონასწორებელია და დაპირებებს არ ასრულებს. ერთი ძახის მეორეს აკეთებს. ტიპიური ტყუპებია. გასაგებია. ანუ შეღებვაში დამეხმარებით? კი, მე იქნებ სამაჯური მაინც მოიხსნა. გამორიცხულია. არავითარ შემთხვევაში. ჩემს პატარებზე შენ გამოც კი არ ვიტყვი უარს. არა, არ შეიძლება. ვერ მოვიხსნი, ჩემი პატარებია. ანუ ამათთან და შენთან ერთად შევღებავ. ასეა. კარგი. მაშინ დავიწყოთ. ამით? ყველგან შევღებავთ არა, ჭერსაც და კედლებსაც. ერთფერში არა, ლამაზი იქნება. ფანჯრებს რა თქმა უნდა, არ შევღებავთ. მეგობრებო, ეს რა ჯერ კიდევ არ მოსულა თუ მეჩვენება? არა, არ მოსულა, მაგრამ გზაშია, მალე მოვა. მეგობრებო, გუშინ საღამოს სახლში არ მივსულ ვარ. ჩემს ცოლს ვიცნობ. ხო, ახლა ძალიან დარდობს, ნერვიულობს, მაგრამ ვერ მეტყვის, რომ ძალიან განიცდის. მეტყვის, ოზან, სახლში დაბრუნდი. სიამაყე აწუხებს. და სავარაუდოდ უკვე გზაშია. ასე გონია, რა თქმა უნდა. ნეტა მოვიდნენ, ნეტა რა. ჩემი ყვავილი ძალიან მომენადრა. დამშვიდი, გამარჯვებასთან სულ ახლოს ვართ. მშვიდად. რა? რას ქვია რა, ყველაფერი ისეა, როგორც მე ვთქვი. ეს რა უჩემოთ ვერ გაძლებს, ხომ? ვიცნობ, ვერ გაძლებს. ძმაო, წავიდნენ. რას ქვია წავიდნენ? სად წავიდნენ? დასასვენებლად. ვინ? გოგოები? კარგია რომ წამოვედით გოგოებო. მომეცი? ძალიან კარგად ვერთობით და ბედნიერები ვართ. შეხედე როგორ იცინიან. და ამედიც ისეთი მშვენიერია. ხო მიძახდი რომ გამარჯვება ახლოსაა. გამარჯვება კი არა. ცოლები უფრო დაგშორდნენ. ეს მშვენიერი გოგოები შორს წავიდნენ. ჩემი ყვავილი. სად წავიდნენ? მიდი მისამართი ნახე. ახლა მე მოიცადე. მიდი, მისამართი ნახე. ვეძებ, მაცადე.
აი, ამ სასტუმროში არიან. ეს რა არის? ეს კაცები ვინ არიან? ყველა ასეთი დაკონტროლი რატომაა? არა, ეს ტყუილია. ო, რა თქმა უნდა, სტეროიდების დამსახურება. საჩვენებაში წავიდნენ ნეტა. ძმაო, ცუდად ვარ, შაქარმა ამიწია. დამშვიდი ძმაო, დამშვიდი. ჩემს ზეინოს უნდა დაურეკო. ზეინო დაბრუნდი. ვეთქვი რომ ძალიან მომენატრა. არ დარეკო. არა, სისულელებს ნუ ლაპარაკობ. შემომხედე, მე მიყურე, ტელეფონ შეეშვი, ხელი გაუშვი, მე შემომხედე, ისუნთქე. შვიდად. გამარჯვება ახლოსაა, კარგი? ახლოსაა. საკმარისია. ახლა დარეკვის საშუალება არ მივეცით, მაგრამ ახლა რა უნდა ვქნათ? სად იღურები? სასტუმროში მიდის? ტელეფონი აიღე. წავედით. დავიღალე. ხელებს ვეღარ ვგრძნობ. ბატონო ნაზიმ, დიდი ხანია, ამდენი არ მიმუშავია. ჩანს ეს საქმე შენთვის უცხო არ არის, ქალბატონო ზუმრუდ. ო, ასეა. გადავწყვიტე. ხელოვნების ნიმუში ჩემექნა. ქალბატონო ზუმრუდ, აქ საღებავი გაქვთ. აქ? სახლში მოვიშორებ. სინამდვილეში ჩვენ კარგი გუნდი ვიქნებით. ერთ დღეში ძალიან წინ წავიძიეთ. ხომ ხედავ, როცა გინდა, შეგიძლია გულისხმიერი იყო. დამთმობიც. ბატონო ნაზიმ, მოვედი. მაპატიეთ, დამაგვიანდა. ვერ მოვასწარი, სალონში ჩამკეტა. სალონში. ჩაკეტად? ვინ ჩაკეტად? ვის უნდა ჩავეკეტე? ამ ქალმა. შეუძლებელია. ქალბატონო ზუმრუდ, ეს სიმართლეა? შეხედე როგორ იმალება. სირაქლემას ავიჩაყო თავი ქვიშაში. საიდან მოიტანე, გთხოვ, ნარიმან. ასეთი რამის გამკეთებელი ვარ, არ გინდა. ზუმრუდ. რა სისულელეა, ბატონო ნაზიმ. შეიძლება შემთხვევით ჩავკეტე. უკვე სალონიდან გამოვდიოდი და ორ პირი ქარის გამო კარები მიჯახუნდა. ჩემი ჩანთა, გასაღები ჩემს ჩანთაში ჩავარდა. წამოდი? წამოდი, შენთან საქმე მაქვს. არა, შენთან საქმე არ მაქვს. წამოდი. ბატონო ნაზიმ, წამოდი. გოგოებო, რა კარგია რომ წამოვედით არა? რა მშვიდი გარემოა, ჭიდების ჭიკჭიკი მზე. კარგია რომ მოვედი. ნამდვილად, ძალიან კარგად ვერთობით. ისეთი კარგი გარემოა. და ძალიან გემრიელი სასმელიც გვაქვს. სახლშიც უნდა მოვამზადოთ ხოლმე. ნამდვილად გოგოებო. იმიტომ რომ ძალიან გემრიელი და სასარგებლოა. სვამთავ გრძნობ როგორ მიცოცხლდება ორგანიზმის ყველა უჯრედი. ყოველ დილით უნდა დავლიოთ. ო, ასეა. კარგი, მე მასაჟზე წავალ. აქ ერთი ძალიან კარგი მასაჟისტი ყავთ. შეიძლება შემდეგ თქვენც გირჩიოთ. ნამდვილად, წადი ისი ამოვნე. კაცებს რომ მოვშორდით, ჩვენზე დადებითა დაისახა არა? თითქოს ვანათებისე კარგად ვარ. მე თითქოს დავმსუბუქდი. რაც შორს ვართ კაცებისგან, მით უკეთესი. ოზან. ხო, ხედავ? აქ საერთოდ რას აკეთებენ? ღმერთო. ჩვენ მოგვაკითხეს. მხოლოდ იმიტომ რომ მოგვაკითხეს, ასე იოლად არ დანებდეთ. ამ მატჩს ჩვენ მოვიგებთ. რა თქმა უნდა. ხო. თავი მოაჩვენეთ, ვითომ ვერ ხედავთ. ხო, ვერ ხედავთ. ნახე როგორ გვიყურებენ. ცდილობენ არ შეიმჩნიონ. სადამდე დავეცით, მაგრამ უკან დახევის შანსიც გვაქვს.
ისეთი შეგრძნება მაქვს საჯარიმო გოლი გაგვიტანეს. ვერ დაინახე ეს რაც ჩემს დანახვაზე რა რეაქცია ქონდა? მე ამ ხეების მოჭრას ხთავაზობ. ასე უფრო დიდი სივრცეა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩემო ცოლო, აქ რას აკეთებთ? ჩვენ მოგვაკითხეთ? გვითვალთვალებდნენ. არა, თქვენ აქ არაფერში ვაშიხართ. არაფერში. ხომასია მუსა. ხო, შეხვედრაზე ვართ მოსულები. და თან ბუნებაში გასვლაც გადავწყვიტეთ. რა დამთხვევა? ჩვენ სასტუმროში. რა პატარაა ეს სამყარო? ხო, ცხოვრება დამთხოვებით არის სავსე. ტყუილები საერთოდ არ გიხდება. სახეზე გაწერია რომ იტყვები. რას ვიზამთ? თუ ჩვენთან არ მოსულხართ, მაშინ დასვენებას გავაგრძელებთ და თქვენ სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ. რა თქმა უნდა, განაგრძეთ კი? სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ. მაპატიეთ გოგონებო, ჩემი მასაჟის დროა. საუნის შემდეგ შევხვდებით. ჩვენ საუნაში წავიდეთ. კარგად დავისვენებთ, მასაჟიც არ იქნებოდა ურიგო. მასაჟი ახსენა თუ მომეჩვენა? მასაჟი იყო კი? ო, ნამდვილად მასაჟი იყო. ესე იგი მასაჟი. მასაჟს ეს დაკუნთული კაცები გაუგეთებენ? აი ესენი ხო? მოიცადე. რას აკეთებ? დამშვიდი ძმაო? დამშვიდი? მასაჟს ეს დაკუნთულები გაუგეთებენ. არა, მას ვერ გაბედავენ. დამშვიდი. მოთმინება გამოიჩინე, 10-მდე დაითვალე, მიდი? მასაჟი ძალიან არ მომეწონა. არანაირი მასაჟი არ იქნება. არ იქნება და მორჩა. იალჩინ, მენექშე, რა ლეკვევით წინ და უკან დადიხარ? თუქშია, მოდი გაჭმევ. ექსი გამოვაცხვე. აქ ხარ ხო მენექშე? ვერც კი დაგინახე, ისედაც არ ამიშავს მე. არ შემოვალ იყოს. იალჩინ, კაფეს უკვე 48 წრე დაარტყი. შემოდი, შენი საყვარელი კექსი გამოვაცხე. ჭამე. არა, არ მინდა. შენ ხომ ჩემი დანახვა არ გინდოდა. ნერვებს ნომიშლი, აქ მოდი. მაიძულებს ყველას დასანახად ვიყვირო. ჩემო, როგორ მომენატრე. შენს გარეშე ყველაფერი ისეთი რთულია. ყველაფერი გართულდა. ნუ აჯარბები იალჩინ, მხოლოდ 2 დღე გავიდა. მაგრამ მეც ცოტა მომენატრე. ჩემო, ძვირფასო. რა ხდება? ამ ასაკში რას აკეთებთ? საკუთარი ასაკის მაინც შეგრცხვეთ. ხელები გაწიეთ. შერიგდით? ასე მალე? უკვე შერიგდით? შერიგდით ულოშა? რატომ მალე? ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გრძელი ღამე იყო. მაგრამ ყველაფერი წარსულშია. შენი ულოში შეგრცხვეს, გრცხვენოდეს. ხო, ჩემი მეორე ნახევარია. როგორ არ უნდა შევურიგდე? ხელები გაწიეთ. ჩემ წინ ასე ნუ იქცევით. ცუდად ვხდები. ულოშა. სხვები შერიგდნენ? არ მითხრა რომ შერიგდნენ. არა, ზუმრუთ, ზავი ჯერ არ დადებულა. მაგრამ არ ვიცი დადებენ თუ არა. იმედი მაქვს არა. წადი საქმეს მიხედე. ბრინჯის გარჩევაში ვეხმარები. წადი. Geldiniz mi? მოხვედით? Ay. Vallahi ben de ისე მოვდონდი, კინაღამ ჩამეძინა. Ne kadar რა sakin, მშვენიერი და ne kadar მშვიდი güzel. ადგილია. Tam zihnim რელაქსაციისთვის იდეალური. boşaldı. Evet. ben მზად ვარ, hazırım. არ მებასუხებთ? Oo, cevap მართალი vermeyeceğiz. ხართ. Sükunet diyorsunuz Რა yani. კარგია. Haklısınız. მეც მგონია რომ Tamam უნდა bence de გავჩვენდე. susmamız, sessiz olmamız თუ თქვენ lazım. არ იღებთ ხმას, Siz მეც konuşmazsanız გავჩვენდები. ben de konuşmam, hiç sorun değil.
თქვენზე მართალია ვთქვამთ. რა კარგი ხელი გაქვთ. ზუსტად მიაგენით სად მტკივა. მანდ. ზუსტად მანდ. ჯადოსნური თითები გაქვთ. რას აკეთებთ? მომისმინეთ? ასეთი უხეში მასაჟი. არ მithოვია. სარელაქსაციო მასაჟი მინდოდა. უფრო რბილად, კარგია. ხოთიშორის, რა გქვიათ? გკითხეთ, რა გქვიათ? არ გესმით? ოზან? აქ რას აკეთებ ოზან? რას აკეთებ? აქ რა გინდა? რას ქვია რა მინდა? გაგიკვირდათ ქალბატონო ეს რა? ვინმე სხვას ელოდით? რა თქმა უნდა. ამ მასაჟის ოთახში მასაჟისტი უნდა იყოს და არა შენ ოზან. არა, ის დაკუნთული მასაჟისტები არ არიან. აქ მე ვარ. ჩემ ცოლს ვერავინ შეეხება. რა სიძახი? ისევ იგივეს იმეორებ? სულ გაგიჟდი? ხო, გავგიჟდი. შენ გადამიყვანე ჭუიდან. ხო? მერტო ჩემო. ბატონო, აქ რას აკეთებთ? აქ შემოსვლა არ შეიძლება. თუ შეიძლება გაბრძანდით. მასაჟს თქვენ აკეთებთ? საშუალებას თუ მომცემთ კი? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. რას ნიშნავს საშუალებას თუ მოგცემ? რა თქმა უნდა, მე კი ვიფიქრე, რა იფიქრე ოზან რა? ის დაკუნთული კაცები დავინახე და შეგიძლიათ გაბრძანდით. რა თქმა უნდა, რატომაც არა განაგრძეთ, ჩემს ცოლს კარგი მასაჟი გაუკეთეთ. მოდუნება სჭირდება. ოზან გადი. გავედი? გადი ოზან გადი. გავედი. კარიც გაიხურე. გაიხურე. გავიხურე. დახურე. აქ მოსადუნებლად მოვედი. ამ სტრესს ხომ ხედავთ? მასაჟი გამიკეთეთ. მადლობა. კარგი, გამომიგზავნე, ხვალ გადავხედავ. კარგი, შეხვედრამდე. ეს რა ლამაზი ხარ? ასე ნუმარცხენ ოზან, არ შეიძლება გესმის? რა დაგემართა? ასეთი როდის გახდი? რას აკეთებ? რას? რა გავაკეთო? რა გავაკეთო ეს რა? ვეჭვიანობ. ვეჭვიანობ. და თავის მოჩვენებით დავიღალე. თითქოს ეს ასე არ არის. დავიღალე. ჩემს ცოლზე ვეჭვიანობ და იმ დაკუნთულ კაცებზეც ვიეჭვიანე. შენზე ვეჭვიანობ, ასეთი ვარ. ასეთი. გესმის, არ შევიცვლები. მე ასეთი ვარ. კარგი, მე კი გაჩვენებით დავიღალე იმის გამო რომ არ ვიჩხუბოთ. საჭმელი უმარილოა, აიღე და მოაყარე ოზან. ხელები რისთვის გაქვს? მარილი, აიღე და მოაყარე. გასაგებია? სამსახურის მერე სახლში მივედი და იმდენი კერძი მოვამზადე, შენ კი იძახი რომ მარილი აკლია. შეგეძლო მადლობა გეთქვა. მე ის ქალი არ ვარ, ვინც გაჩუმდება, როცა რამე სისულელეს აკეთებ. მე ეს რა ვარ? ეს რა? ეს რა? ოზან. ეს რა? ნომერში ხარ? არ უპასუხო. მოიცადე, გაჩერდი. ეს რა? მანდ ხარ? მოვდივარ ზეინო, 2 წამი. ოზან, ვერ ვეტყვი რომ შევრიგდით. რა გავაკეთოთ? აივანზე გადი. აივანზე რა მინდა? გადი, მიდი. დაიმალე და ჩუმად იყავი. მიდი. მოვდივარ ზეინო, მოვდივარ. დროზე მოიშორე თავიდან. კარგი. მეგობარო, ძალიან დავიბენი, ქვემოთ ამიბარე, მაგრამ არ მახვედი.
ზეინო მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. შენ წადი და ხვალ ვილაპარაკოთ. არა, არ გამოვა, რაღაც მინდა გკითხო. იქნებ ბიჭების მოსვლით ვისარგებლოთ და შევურიგდეთ. არ ვიცი, გავიბენი. ზუმრუდ კორფალი საკუთარ ბიზნესს იწყებს. მოდით. ჩემო შვილიშვილო. საღამო მშვიდობის. გამარჯობა ნაზი. ქალბატონო ზუმრუდ შეიძლება დაგელაპარაკოთ? კი, შეიძლება. არა, გარეთ თუ შეიძლება. არა, აქ. საქმეს მიხედე. ქალბატონო ზუმრუდ, თქვენი არ მესმის. ეს ნორმალურია. ჩემი არავის ესმის. ვფიქრობდი შეიძლება დაგაინტერესეთ და იქნებ ერთად გვევახშმა. ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო, მაგრამ შემდეგ აპირებს სხვას გაყვეცოლად. ო, ასეა. ასეც იყო. კარგი, ვფიქრობ შეიძლება არასწორად გამიგე. შემდეგ ჩაის უსვამდით, მაგრამ შემდეგ შვილიც კი არ გამაცანი. ბატონო ნაზიმ, ჩემი შვილი გაბრაზდება. ჩემ შვილს ვიცნობ. კარგი, მაგრამ ქალბატონი ნარიმანი სალონში ჩაკეტე. რატომ ქალბატონო ზუმრუდ? შენივე სიკეთისთვის. ნარიმას ხელიდან არაფერი გამოსდის, მხოლოდ ამის გამო. ქალბატონო ზუმრუდ, სერიოზული კითხვა დაგისვი და პასუხს ველოდები. ასე რატომ იქცევი? სახლში უნდა წავიდე. კარგი, ქალბატონო ზუმრუდ, სახლში წადით, მაგრამ ხვალ საღამოს სავახშ მოწავალთ. კარგი. ხო, ლამაზად ჩაიცვი და ხვალ საღამოს მოგაგითხავ. ამჯერად თავის დაძვრენას ნუეცდები. არ გამოგივათ. ამემშვიდობის. ამემშვიდობის. ჩვენ 5 წელი დავკარგეთ. დროს ვკარგავთ. მართალი ხარ ზეინო. მას შევურიგდი. მიდი შეურიგდი. რას აკეთებ ამდენ ხანს? არ შეიძლება. არა, ეს ღალატი იქნება. არა, არავითარ შემთხვევაში ზეინო. სისულელებს ნუ ამბობ. რა პრობლემაა? შეურიგდი, მიდი. არა, ეს ღალატი იქნება. ელიფიც არ შერიგებია ქვას. კარგი, ელიფთან გაიქეცი და უთხარი ისიც შეურიგდეს. ყველანი შეურიგდებით. მიდი. გაიქეცი. ეს რა? ყველას ახლა რატომ მოუნდა, რა ხდება? ეს რა, ცოლები მოგვენატრა და შერიგება გვინდა. ო, ისიც აყოფილა. ზეინო, შენც აქ ხარ? ო, შერიგება გვინდა, მაგრამ ოზანი გვიშლის. ო, შერიგების უფლებას არ გვაძლევს, იძახის რომ შემდეგ კისერზე დააჯდები. გამუდმებით ამაზე ლაპარაკობს. ასე ამბობს? ხო, ზუსტად ასე. ხელფეხი გვაქვს შეკრული, ცოლებს ვერ ვურიგდებით. ამას უყურე, მიღალატეს. აიღეს და გამყიდეს ძაღლებმა. ამას კარგად დავიმახსოვრებ. ო, ჩავიწერ კიდევაც. ცოლი მომენატრა. კარია. ო, არა, ოღონდ ეს არა რა. ელიფი ვარ. ჩემო ღვავილა, კეთილი იყო შენი მობრძანება. ყველანი აყოფილა. რადგან ყველანი აქ ვართ, იქნებ ცალ-ცალკე დროის გატარება არ ღირს და რამე გავაკეთოთ. ხო, თანახმა ვარ. საკმარისი, წადით, აქ რა გინდათ? მე ცოლს მოუხადებოდიში და თქვენ რა გინდათ აქ? მე ყველაფერი მესმოდა, სხვათა შორის ყველაფერი. აქედან წადით, დროზე, მიდით. აქ ვიყავი და ყველაფერი მესმოდა, გავიგონე ყველაფერი, მოშორდით აქედან, გამყიდველება, მოღალატეება. მე ჩემს ცოლს მოუხადებოდიში, თქვენ ისე მოიქეცით, როგორც გინდათ. თქვი რომ ეს რა კისერზე დაგაჩდებოდა? მოდი ხვალ ვიჩხუბოთ. კარგი. იმაში რომ ხანდახან ვჩხუბობთ, ცუდი არაფერია. ო, ოზან,
საკუთარ ჩვევებზე უარს ნუვიტყვით. ბედნიერები ვართ. ყველაფერი ძალიან მარტივია. ეს რა? ვფიქრობ, იქნება მსაღამოს ატლასთან ერთად სადმე გვევახშმა. რა სიტყვი? ოზან, სახლი ძალიან მომენადრა. წარმოგიდგენია? აბა მე მკითხე. ტელეფონი, რა თქმა უნდა. ვინ არის? არ ვიცი. გისმენთ? ოზან, გამარჯობა, სალიმი ვარ. Salim ben. სალიმ კაია. გამარჯობა ბატონო სალიმ. მეგონა უკვე გიპასუხეთ. კიდევ რაზე უნდა ვისაუბროთ? რა თქმა უნდა. სხვა შემთხვევაში არ დაგირეკავდი. იცი რას გეტყვი ოზან? ჩვენს ბავშვობაში ასეთი ლამაზი პარკები არ იყო. მხოლოდ ბალახი და ტალახი. რას გულისხმობთ ბატონო სალიმ? არაფერი მესმის? იმას ვიძახი რომ პარკში ერთი ვინმეა ვისაც შენთან უნდა საუბარი. გამომართვი ატლას, მამას დაელაპარაკე. მამიკა. ატლას? შვილო, Atlas mı? ატლასი? Ozan? ოზან? Ozan ne oldu? ოზან, რა ხდება? შეგიძლია მომაკითხო მამიკო?